იმედს არაფერი ემუქრება ჩვეულ რეჟიმში და მეტი შემართებით განვაგრძობთ მაყურებლის ინფორმირებას. თავისუფალ მედიაზე შეტევამ კი ბევრი რამ კიდევ ერთხელ აჩვენა. თავდასხმის ავტორთა რეალური მოტივიც, ბრალდების აბსურდულობაც და ნაადრევად გახარებულთა სწრაფი ფიასკოც. სოფო ბერძე გვერდება. ოპოზიციური პროპაგანდისტული მედია უსაფუძვლო ჟრიამულს არ წყვეტს, ოღონდ ავიწყდებათ, რომ ამ დროს საკუთარი სურვილების და რეალური სახის ლუსტრირებას ახდენენ. მეოთხე დღეა სიტყვის თავისუფლების დამცველებად თვითგამოცხადებულები ფაქტობრივად იმედის განადგურებას ნატრობენ. მათთვის სამწუხაროდ ჩვენ კარგად ვართ და მათგან განსხვავებით თქვენთვის მხოლოდ სიმართლის მოყოლას განვაგრძობთ. ამ რეპორტაჟში მათ შორის ნახავთ ოპოზიციური პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტურ სტანდარტსაც. უარყო ის, რაც რესპონდენტმა გადაჭრით და მკაფიოდ თქვა. ის ვინ ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველად, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი. ბრიტანეთის მთავრობის სურვილებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას ტელეკომპანია იმედისთვის პრაქტიკულად არაფერი შეუცვლია, მათ შორის ფინანსურ ნაწილში. ჩვენ თქვენთვის სიმართლის მოყოლას კვლავაც უწყვეტი რეჟიმით განვაგრძობთ. მაყურებელთან დობით იმედს წლებია საქართველოში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. ტელეკომპანია იმედისთვის ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. ამ ნდობის წყალობით ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოში. მიუხედავად ჩვენ მიმართ ცინიკური არგუმენტებით თავდასხმისა და შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟისა, ჩვენს მაყურებელს გვინდა ვუთხრათ, რომ იმედს არანაირი მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება. არასდროს გვქონია რეკლამის ან ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და დააფიქსირეს, რომ იმედს მათი ფინანსური მხარდაჭერა კვლავაც ექნება. მათ შორის რამდენიმე ბანკმა შესაძლო სირთულეების მიუხედავად გამოთქვა მზადყოფნა საბანკო მომსახურება გაუწიოს ტელეკომპანიას. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული მათი ბიზნეს საქმიანობისთვის მოსალოდნელი რისკები. იქნება ეს ანტიპიარი ფინანსური პრობლემები თუ სხვა, რაც დამატებით სპირალში შეგვიყვანს. ნამდვილად არ გვსურს დარტყმის ქვეშ დავაყენოთ რომელიმე მათგანი და მათზე ნადირობა გამოაცხადონ მძადებმა, რომელთა უშუალო ჩართულობით 2007 წლიდან მოყოლებული უკვე მეორედ თავს დაესხნენ თავისუფალ მედიას და სიტყვის თავისუფლებას. ტელეიმედი დაბადებულია გამარჯვებისთვის. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში გაასმაგებული ენერგიით განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას. ამავე დროს ყოველგვარი შეფერხების გარეშე უზრუნველყოფთ აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, სხვათა შორის უკვე გაზრდილ სახელფასო ანაზღაურებას და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. გარდა ამისა, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ იმედის ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით უმოკლეს ვადაში სულ რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს სახელწოდებით იმედის ბანკი. აქ იმედია. თუ კი ესეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნა ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნით ჩემ ანგარიშს. ჯერ როგორც ჩანს პოლიტიკური ანგარიშების დროა. დიდი ბრიტანეთი მართალი სიტყვის გაჩუმების მცდელობით ქართულ ხალხზე ზეწოლას ცდილობს. ყველაზე რეიტინგულ ქართულ მედიაზე თავდასხმა რომ უარგუმენტოა, ეს გუშინ საუკეთესოდ დადასტურდა, როცა ბრიტანელი დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში ხელცარიელი მივიდა, უწყებაში უკანა კარიდან შევიდა და უკანა კარიდან გავიდა. ასე უპირველესად სწორედ ჩვენს შეკითხვებს გაექცა. ყველა ვხედავთ, რომ ბრალდებები იყო აბსოლუტურად აბსურდული და თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიტანეთის ელჩი მივიდა ხელცარიელი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრაზე, ამის კიდევ ერთი დასტურია, ვინც მართავს ბრიტანულ ბიუროკრატიას, იგივე ადამიანები მართავენ ადგილობრივ ქართულ აგენტურას. ამაზე ხშირად საუბრობს სხვათა შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრიტანელი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი, ის პირდაპირ აცხადებს ხოლმე, რომ ბრიტანულ ბიუროკრატიას დღეს მართავს ეგრეთ წოდებული deep state-ი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. გავარკვიეთ თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს, ეტყვა იმიტომ, რომ პოზიტივისტვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ თუ კი რაიმე შეიძლება შეეხმებოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ესე უпрост ყოვლისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები და ვფიქრობ, რომ დასტურდება, რომ ელჩია ვინც შეკერა თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე. ეს არის სწორედ ჩემი აზრით მიზანი, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა
ჩაახშონ მართალი სიტყვა, ჩაახშონ ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა. ბრიტანეთისთვის სრულ ინფორმაციის მიწოდების სქემა მარტივად გაიშიფრა. ოფიციალური თბილისი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ამბების წყარო დიპლომატთან ერთად ის ხალხია, ვისაც ხელისუფლება წლებია უცხოური ფულით დაფინანსებულ მეხუთე კოლონას უწოდებს. Შესაძლოა პირდაპირ ხელყოფენ მედიის თავისუფლების ძირითად უფლებას და ეგრეთ წოდებული უფლებადამცველები ამას არ ეხმაურებიან. ეს არ არის მარტო იმის ნიშანი, რომ ვიღაცა არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ეს კონკრეტული ადამიანები, ეგრეთ წოდებული უფლებადამცველი NGO-ების წარმომადგენლები არიან უბრალოდ უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ არსებობს ოპოზიციური ტელეარხები, რომელთა რეიტინგიც არის ფსკერზე. ეს აწუხებთ ბუნებრივია ამ ადამიანებს და იმედი აქვთ, რომ რაღაცნაირად კონკრეტული ტელევიზიებისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვით შეიძლება მოძლიერდეს პარტიული ტელევიზიები. საქართველოში მოქმედებს მეხუთე კოლონა, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ეს არის მტკიცებულება. დღემდე არც ერთმა მედია უფლებების დამცველმა კოალიცია, ორგანიზაციამ, რა ვიცი, ლეგიონია მათი სახელი, არც ერთმა ხმა არ მოიღო, როცა უცხო ქვეყანა თავს დაესხა ქართულ მედიას. ეს არის მათი საბოლოო განაჩენი, დღეს ვინც ჩუმად არის და ან ემხრობა ასე ვთქვათ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს. უცხო ქვეყნის მხარეს მდგომთაგან აღიარებებს უკვე ვისმენთ. ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთია, რომელიც ბრიტანელებს მართალი სიტყვის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციებით კვებავს. ეს ალბათ იმიტომ, რომ მეტი რესურსი დიდი ხანია აღარ აქვთ. ამ მიმართულებით მუშაობდით, თქვენ იცით, არაერთი შეხვედრა ჰქონდა აქ თბილისში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, ლონდონში. სახელისუფლებო პარტიისთვის ეს დამარცხებულების ვენდეტაა და არაფერი სხვა. ქართული ოცნება ამბობს, რომ ცრუდასმენების ავტორების მორალური პასუხისმგებლობა სახესია. მართალი ადამიანები უკანა შესასვლელიდან არ გადიან. თუ მათ რაიმე აქვს სათქმელი, პირდაპირ ამბობენ ხოლმე და როდესაც იპარებიან, წინამძღოლში ეს არის აღიარება, რომ ესეთი უსამართლო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, არანაირ არგუმენტებს არ ეფუძნება. ეს მთავარი წყარო არის პირველ რიგში მათ მიერ, ვინც ფინანსდებოდა ის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ის დამარცხებული რადიკალური პარტიები, რომელიც არჩევნებში დამარცხდნენ. აი ეს არის ის წრე, საიდანაც საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდის გზავნილები დასავლეთისაკენ. თავდასხმაზე ტელეკომპანიის პასუხი უკვე ცნობილია. ცნობილია ხელისუფლების პოზიციაც. მთავრობის მეთაური პირობასდებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მედიის თავისუფლების ყველა ძირითად უფლებას დაიცავს. არავითარი დოზით, არავითარი ხარისხით არ შეიზღუდება არც ერთი ტელევიზიისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის გარანტი არის საქართველოს ხელისუფლება. Გასაფეროელია, რომ ეს აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად დასჭირდება ძალიან მალე იმავე ხალხის მხრიდან გადახედვა, ვინც ეს გადაწყვეტილებები მიიღო. პრემიერ-მინისტრის მკაფიოდ ნათქვამის გაგება ოპოზიციურ პროპაგანდისტულ მედიას მეოთხე დღეა არ სურს. მეოთხე დღეა მათი სურვილები იმედის განადგურება. სურვილების საწინააღმდეგო პასუხების მოსმენა მძიმედ მისაღები. სიმართლეო წყალივით კალაპოცი ბობისო რაღაც ასეთი შედარება შემოგთავაზეთ და მაინტერესებს ამის გარდა სათქმელი იმედელებისთვის და პოსტიველებისთვის არაფერი გაქვთ და დანებდით მათი გადარჩენის მიზანს. ასე როგორ უნდა დაგარკვეთ სახე. თქვენ ხო ფორმალურად მაინც გქვიათ ჟურნალისტი. კი მართალია 2%-იანი არხის წარმომადგენელი ხართ. მართალია პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელი ხართ, მაგრამ აი სახე შევინარჩუნებთ მის ადგილას. ეს არაფერი გითხრა მთავაზე და მე მაინტერესებს ამის მიზეზი. ფორმალურად გქვიათ ამ ადამიანების კოლეგა და ეხლა გამოხატავთ ორი არხის ვერ გადარჩენის დაუკვებელ სურვილს. ტრაგიკულია ეს. ვერ გადარჩება ეს ორი არხი? არა, თქვენ სურვილს გამოხატავთ ვერ გადარჩენის რას ვიყავ. თქვენ ხო ამბობთ რომ არა თუ გადარჩენა არ გადარჩენაზეა საუბარი. მედიის თავისუფლება ამ ორი ტელეარხისთვის იქნება სრულად უზრუნველყოფილი. როგორც იყო მანამდე, ასევე სრულად იქნება უზრუნველყოფილი. ორ ქართულ ტელეკომპანიაზე ბრიტანეთის მთავრობიდან თავდასხმის აქტი 24 თებერვალს ვნახეთ. უკრაინის ომიდან 4 წლის თავზე გონივრული ეჭვის საფუძველზე ლონდონი იმედს არც მეტი არც ნაკლები სწორედ უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნას აბრალებს.